ბატონ მიშა, მოგესალმებით, როგორ ხართ? როგორ გრძნობთ თავს კორონა პანდემიის პირობებში? მოგესალმებით. კარგად გრძნობ თავს ნიკუშ. კიდევ კაი წკიბზე ჩამოუსარი ოდესიდან და თქვენს ეთერში რო ვარ, ძალიან მაგარია. ეს ბორჯომიც ოდესიდან მომაქვს, მაგრამ იმდენი ვირბინე გაზი ექნება უკვე გასული. მოიცა ნიკუშ, როგორ ხარო? რატომ გითხარ? შენ ჩემ გამომწერებში არ ხარ? შენ რო ჩემი subscriber-ი იყო, გეცოდინება როგორც ვარ, გეცოდინება. იმიტომ რომ ყოველ საღამოს მე live ჩართვა მაქვს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ვარ. ასე რომ ტრის გულის გასახეთქად ძალიან მაგრათა ვარ ახლა კიევში. მე აქ უკრაინაში ვრჩები ქართული საქმის გულშემატკივრად, როგორც ხედავთ, ქართული პროდუქციას მოიხმარ, სამუშაო დღეებში სულ ბორჯომს ვსვამ ხოლმე. შაბათ-კვირას კი ვსვამ ტყიბულის მწვანე ჩაის არ მოგა. ეხლა უნდა გითხოთ, როგორ შეხვდნენ თქვენს დანიშვნას უკრაინაში? ნუ ეხლა ქართულ პოლიტიკას რაც შეეხება საერთოდ არაფერს არ ვაპირებ. იმიტომ რომ ქართულ ხელისუფლებას ისეთი გეზი აქვს აღებული. ეგენი თავისი დაიღუპავენ თავს. ჩემო ჩარევა პირიქით შეიძლება სწორ გზაზე დააყენოს ეგენი. ამიტომ ვაცდი. კოხაიუ. ანუ რაო, მოჩქარეს მოუგვიანდეს. თუმცა მე მაინც მინდა საქართველოს ჩამოსვლა. აქ როგორც მოთამაშე მწვრთნელი ისე ვარ და მინდორზე უშვებ უკრაინა ახალგაზრდებს გადამწყვეტი როლი ამებმა უნდა აიღონ თავიანთ თავზე და მან საქართველოში მე ვაპირებ თავდამსხმელობას, რომელიც ოქტომბრის არჩევნების ბოლო წუთზე გადამწყვეტ ბურჯს გაიტანს და დაამარცხებს ვის? მოსკოვის ლოკომოტივს. და საქართველოში აუცილებლად გათენდება, ხო? რას აპირებთ საქართველოსთან დაკავშირებით, ქართულ პოლიტიკასთან მე დაკავშირებით? მენატრება ჩემი საქართველო, ჩემი ხალხი, ჩემი ყვარელი სიღნაღი, ჩემი რაბათის ციხე, ჩემი ანაკლია ლაზიკის დაუმთავრებელი პორტი. ეს მონატრება ხარშება. პროდიუსერს თხოვრო ტექნიკური პრობლემაა და ხელახლა დაგვაკავშიროს ინტერვიუ მნიშვნელოვანია და მე არ მინდა რომ რამე გამოგჩეს. თუ შეიძლება ერთი წუთი მოვითმინოთ ამისთვის. უკაცრავად. დიახ. საქართველოს ეგახსენებას სულ ცრემლი მომერია და კიდევ კარგი რომ უკრაინა ძალიან გავს ჩემ საქართველოს. და მონატრებას ამით ვიქარებ. ოდესა ერთ-ერთზე გაჭრილი ვაშლივით გავს თბილისი, თავისი არქიტექტურით. კიევი ქუთაისი იგივე, ისე ძალიან მაგრად გავს. ხარკოვი მცხეთის შესასვლელია. ეგ კი არა, ოდესა ისე ძალიან გავს თბილისს, მგონია რომ დასუფთავება მიბულია დერის გადასახადზე, როგორც თქვენთან. სულ საქართველოს ვფიქრობ, ნიკა. ერთი ღამე არ გაივლის, ისე რომ ჩემი მემლექეთი არ დამესისწროს. მაგრამ სამწუხაროდ სიზმარი ალოგიკურია ხოლმე, როგორც ყოველთვის. სიზმარი ალოგიკურია როგორც ყოველთვის და აი მაგალითად გუშინ დავიძინე და სიზმარიში დავაჭრელი ნიკა. მე განვსხოვე სიღნაღი, გავამართლე რაბათი, ვეჭიდავე მესტიას, ვეცეკვე ქუთაისს, გაქვნა სიზმარია რა. ასე ვიტანჯები ხოლმე, რა ვქნა. რა ხდება იგორ? რა ხდება? ეხლა ეს მატყობინებები რომ საქართველოსთან ერთი ცისტერნა ბორჯომი ჩამოვიდა და 20 ლიტრიან ბოცებში უნდა გადავასხა და რას აკეთებ იგორ? პლასმასის ბოცაშია ხო? გემოს აიკიდებს 1000 ჯერ გენათქვამის სუჩის ბოცებში. გამოიწი მე უნდა ჩავასხა რა. გამოიწი. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.